მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ყველა ავტომოყვარულს და ყველა ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს. დღეს გვექნება ავტომობილებში ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და გავრცელებულ პრობლემაზე საუბარი და შევეცდებით მის გადაჭრას. ხოლო რა პრობლემაზე გვექნება საუბარი, გეტყვით ეხლავე, ეს არის ელექტროპრობლემა ავტომობილში. როდესაც ხდება ძაბვის ვარდნა ავტომობილში და კონკრეტულად რაზე მაქვს ახლა საუბარი. აი მაგალითად დაქოქილი ყავს ავტომობილი, ძრავი მუშაობს, ეგრეთ წოდებულ ხალასტოი ხოდს, რასაც ვეძახით, ანუ უბრალოდ დაქოქილი ავტომობილი, არ ვეხებით გაზის პედალს და მუშაობს ჩვეულებრივად, რა ვიცი, დაახლოებით რამდენზე მუშაობს, 800 ბრუნზე და ყველაფერი არის სტაბილურად. და რა ხდება ახლა, როდის იწყება არასტაბილური მუშაობა და რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? მაშინ, როდესაც რაიმე დატვირთვას მიიღებს, ელექტრო დატვირთვას ავტომობილი, როგორიც არის მაგალითად ელექტროშუშის ჩართვა, მაგალითად ჩამოვწევთ ელექტროშუშას და ჩვენი ბრუნი ეგრევე იწყებს თამაშს. ანუ ის არის, რომელიც ბრუნის მაჩვენებელია ტახომეტრზე, იწყებს თამაშს. როგორც კი გავუშვებთ ხელს ღილაკს ელექტროშუშისას, კონკრეტულად ელექტროშუშაზე არ არის აქ ლაპარაკი, არამედ პირობითად ვამბობ, უბრალოდ შეგვიძლია ასევე დავაჭიროთ რაიმე ღილაკს ხელი, მაგალითად უკანა შუშის გათბობას, რომელიც დიდი რაოდენობით დენს და ძაბვას მოითხოვს ავტომობილისგან, ასევე შეგვიძლია სავარძლების გათბობას დავაჭიროთ ხელი. ჩემ შემთხვევაში მაგალითად კაბრიოლეტზე მაქვს საუბარი, ასევე პრობლემას ქმნის, როდესაც ხდი, ანუ სახურავის გადახდა დახურვის დროს, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია, ანუ ითხოვს ავტომობილი ძაბვას, დიდი რაოდენობით დენს გენერატორისგან, ეგრეთ წოდებული დინამოსგან, როგორც თქვენ ეძახით, და ასევე აკუმულატორისგან მუშავ მდგომარეობაში და შემდეგ ხდება ძაბვის ვარდნა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება გქონდათ აქამდე, ან ეხლა გაქვთ ეს პრობლემა, ან თუ მომავალში შეგექმნებათ, როგორ გადავჭრათ ახლა ეს პრობლემა. როდესაც ღილაკს ვაჭერთ ხელს, ეგრევე ხდება თამაში ისრის, ტახომეტრის და როგორც კი ხელს გაუშვებთ, ისევე გასწორდება, დაახლოებით 1 წამში, 2 წამში გასწორდება. თუ გას ოდნავ, მაინც ფეხს დავადგავთ, აი სულ ოდნავ, დაახლოებით 1000-მდე ავიყვანთ აბაროც, ბრუნს უბრალოდ წდება ეს პრობლემა, შეგვიძლია ავიყვანოთ ბრუნი 1000-მდე, ოდნავ პედალს ფეხი დავადოთ, დავაჭიროთ ნებისმიერ ღილაკს ხელი, ჩამოვწიოთ შუშა, ავწიოთ, ყველაფერი ნორმალურად არის. როგორ მივუდგეთ ახლა ამ პრობლემას, როგორ ვიპოვოთ რა არის და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები. პირველი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს აკუმულატორი უნდა გამოვრიცხოთ. აკუმულატორი უნდა გქონდეთ 100%-ით კარგი, რომ ეს პრობლემა გამოვრიცხოთ. ჩემ შემთხვევაში ამ ავტომობილზე ხა კონკრეტულად რომელზეც მაქვს საუბარი, აკუმულატორი იყო სუსტი, ამიტომ გამოვცვალე ვარტას ახალი აკუმულატორი დგას, ეს პრობლემა საერთოდ გამოირიცხა. პრობლემა კი არა, უბრალოდ აკუმულატორი გამოირიცხა, თორე პრობლემა დაგვრჩა იგივე პრობლემად. შემდეგი ეტაპი არის გენერატორი. გენერატორი ეგრეთ წოდებული დინამო, რასაც თქვენ ეძახით. გვაძლევს თუ არა საკმარის ძაბვას იმისათვის, რომ დაიტანოს ჩვენი აკუმულატორი და მთელი სისტემა იყოს მომარაგებული დენით და ძაბვით. დენი და ძაბვა, ამპერი და ვოლტაჟი ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. ეხლა ვით დამწყებები ხართ და უბრალოდ სიტყვის მარაგად გამოიყენებთ დენს, გასაგებია, მაგრამ საერთოდ პროფესიონალური თვალსაზრისით ამ სიტყვების ასე სროლა არ შეიძლება. დენი, ძაბვა, წინაღობა, ეს საერთოდ სხვადასხვა რაღაცეებია ყველაფერი და როდესაც დენს ვიძახით, კონკრეტულად პროფესიონალურად დენი არის ამპერი, ანუ დენის ძალა. ხოლო ვოლტი არის ძაბვა, აი 12 ვოლტი რაც აქვს სიტყვაზე აკუმულატორს, ეს არის ძაბვა. ანუ ეს გენერატორი უნდა ამარაგებდეს საკმარისი რაოდენობა ძაბვით, სიტყვაზე და დენით ჩვენს აკუმულატორს, რომ დაიტენოს. ამ შემთხვევაში ამის პრობლემა არ აქვს, იტენება ჩვეულებრივად, სადღაც 13.8 თუ 14 ვოლტამდე აძლევს აკუმულატორს და ჩვეულებრივად იტენება, არ ჟდება აკუმულატორი, დავდივარ, არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, როდესაც აი ამ რაღაცა დენის მომხმარებელს ვრთავთ, როდესაც ძაბვას ითხოვს ავტომობილი, მაშინ ხდება ეს ვარდნა.
ეს შეგვიძლია შევამოწმოთ მულტიმეტრის საშუალებით, უბრალოდ მულტიმეტრი დავადოთ და ვნახოთ, გამოყოფს თუ არა ჩვენი გენერატორი, ეგრეთ წოდებული დინამო ძაბვას, საკმარის რაოდენობას 13-დან 14 ვოლტამდე, თუ არა. ან უფრო ზუსტად თუ გვინდა ეს ყველაფერი გავიგოთ, დიაგნოსტიკა უნდა შევუერთოთ და ვნახოთ თუ რა ხდება ამ მომენტში. მოდით, ეხლა გაჩვენებთ მე ვიდეოს ჩავსვავ, თუ როგორ იცვლება ძაბვა, მაშინ როდესაც მე ვთავ ამა თუ იმ მომხმარებას, ან შუშას ავწევ, ელექტროსკამს გამოვწევ ავტომობილში, დავაჭერ უკანა შუშის გათბობას, სავარძლების გათბობას, ვნახოთ. სამწუხაროდ ეს მე ტელეფონით გადავიღე რამოდენიმე თვის წინ, იმიტომ რომ არ მეგონა ამას თუ YouTube-ში ჩავსვავდი, ამიტომ ბოდის გიხდით რომ ცუდი ხარისხითაა და პატარა ვიდეოა, მაგრამ მოდით მაინც შეხედეთ და აკვირდით თუ როგორ თამაშობს ძაბვა. მოკლედ, ალბათ ნახეთ მეგობრებო, თუ როგორ თამაშობს ძაბვა, როგორც დიაგნოსტიკა აჩვენებს, 12 რამდენზე იყო იქ არ მახსოვს ვიდეოში, 4-ზე თუ 12.5-ზე, სადღაც ასე ვარდება ვოლტაჟი. ეხლა გადავიდეთ გენერატორზე. როგორც ნახეთ, გენერატორი მოხსენი და რატომ მოხსენი ეხლა გენერატორი? ორი ვარიანტი გვაქვს. ერთი ყველაზე ისეთი ვარიანტი, რაზეც მე ვფიქრობ, ეს არის გერმანულად ამას Spannungsregler ქვია, ბოდიშს მოვიხდი, იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამას ქართულად, დავარქვათ უბრალოდ ძაბვის მაკონტროლირებელი თუ რა ვიცი, არ ვიცი რა ქვია ქართულად ამას რას ეძახით, გერმანულად არის Spannungsregler. ანუ ძაბვას აკონტროლებს. ძაბვა არც უნდა დავარდეს და არც ძალიან მაღლა უნდა ავარდეს. მე ისეთ შემთხვევებიც მქონდა, ზოგჯერ წაარტყავდა ხოლმე Mercedes-ზე და სადღაც 18-19 ვოლტს იძლეოდა და შემდეგ ABS-ი, ASC ყველაფერი ერთად ინთებოდა მაგის გამო. სწორედ აი ამ დეტალის გამო. პირველი ჩემი ვარაუდი რაც არის, რომ ეს დეფექტიანია და დაზიანებული არის და მეორე ვარიანტი იყო ჩემი, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ეს ნახშირები, ძალიან გაცვეთილი ხომ არ იყო, მაგრამ ნუ გაცვეთილი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისე გაცვეთილია, რომ საერთოდ არ მუშაობდეს. ეხლა მოდით შევხედოთ ასევე კიდე რასაც უნდა მიაქციოთ. ყურადღება, ეს არის, აი ეს რაც მე ვიდეოში გაჩვენეთ, მოდით ეხლა მივანათო აქ ცოტა შუქი, რომ უკეთესად დაინახოთ. აი ეს კონტაქტები. აი ეს კონტაქტები, არ ვიცი ხა ფოკუსირებას რამდენად კარგად აკეთებს კამერა, აი ესენი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. ხედავთ რომ ეს გარეთა კარგ მდგომარეობაშია, ხოლო ეს შიდა კონტაქტი, აი ეს შიდა კონტაქტი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, განადგურებული და ისე არ არის ცუდი, ძალიან ცუდი არ არის, მაგრამ ეს მარჯვენა მხარე კარგი არაა. საერთოდ ესენი ისეთ ქვეყნებში როგორც რუსეთია და
სადაც ყველგან ყველაფერს აკეთებენ და არაფერს გადაგდება არ უნდათ. ცალკე იყიდება, მაგრამ სამწუხაროდ გერმანიაში ამდენიც ვეძებე, ეს ცალკე არ იყიდება ეს კონტაქტები. მაგრამ ეს ცალკე რომ იყიდოთ, უბრალოდ ისე იოლად ამას ვერ შეცვლით. ესენი, ეს ეგრეთ წოდებული დაპაიანებული რაც არის, ესენი უნდა ახსნათ, მთლიანად მოაძროთ, დაშალოთ ეს ამოხსნათ. ესეც დასაპაიანებელია მე შიგნით, რასაც მოხსნით და ესენი ისევ თავიდან. მოკლედ ძალიან დიდი თავის ტკივილია, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ ამას ახლა თავი რო დავანებოთ, მე შევიძინე ეს ახალი თავისი ორიგინალი უყენია Bosch-ის. თავისი ორიგინალი უყენია Bosch-ის, მეც შევიძინე Bosch-ი და ცოტა მეეჭვებოდა, რადგანაც შეხედეთ, აწერია Bosch-ი, არ ვიცი ახლა რამდენად ხედავთ, ქვემოთ აწერია Made in Taiwan. ანუ ტაივანში გამოშვებული Bosch-ი. და მე ცოტა რაღაც არ მესიამოვნა ეს რომ ვნახე, მაგრამ მოვიდა, ნახეთ, ორიგინალ ყუთში არის Bosch-ის ნომრით. ყველაფერი შტრიხ-კოდი, ყველაფერი აბსოლუტურად აქვს და ეს ფირმა, ეს AS-ი ყიდის ამას. და აქაც ზედაც Bosch-ი აწერია ყველაფერი, ეს ნომერი ყველაფერი ემთხვევა, რაც აქვს ნომერაცია შეფუთვაზე. თან ჩემი ერთი ახლობელი ძალიან მაღალ პოზიციაზე მუშაობს Bosch-ში და მანაც მითხრა რომ ისინი მსგავს რაღაცებს რის გამოშვებაც არ უღირთ უკვე აქ გერმანიაში ყიდიან ამას და უბრალოდ აძლევენ უფლებას იმ ფირმას, მაგალითად ის AS-ი ახლა ვინც ყიდის, ვინც აწარმოებს რომ Bosch-ის სახელი გამოიყენოს, რადგანაც ხარისხი ყველაფერი იგივე არის, რაც ორიგინალი Bosch-ის. მოკლედ ეს უბრალოდ ამას რაც შეეხება რომ თუ ასეთი რაღაც შეგხვდებათ Made in Taiwan აწერია, მაგრამ Bosch-ი არის, ორიგინალი Bosch-ის ნომრით 5-ით, რომ ეს ნამდვილი Bosch-ია და შეგიძლიათ დააყენოთ. ეხლა შეხედეთ, ერთი ხელით ასე ობობასავით რამდენად შევძლებ, არ ვიცი ამ ყველაფრის ჩვენებას, მაგრამ ნახეთ, აქ ეხლა რამდენად გამოჩნდება კამერაში, არ ვიცი, მაგრამ ჩანს, რომ ცვეთა აღენიშნება, რა თქმა უნდა, ნახევრად უკვე გაცვეთილი არის ამისი ნახშირები, ეს ძველი, ხოლო ეს ახალი ბევრად უფრო დიდია. წესით ამასაც უნდა ემუშავა, არანაირი პრობლემა არაა, იმიტომ რომ უფრო ნაკლები ნახშირიც რო იყოს, მაინც უნდა მუშაობდეს. თუ ბოლომდე სულ არ გაიცვით, მთავარია მიწვდეს იმ კონტაქტებს. ეხლა ვისაც გაინტერესებთ, ეს ერთი რო დაბალია და მეორე მაღალი, ახლებსაც ასე აქვს, ამასაც ასე აქვს და სხვაც ინტერნეტში რაც იყიდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე არის. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს ნახშირების ბრალი კი არ არის, რომ თვითონ ამას შიგნით აქვს პრობლემა და ამ ძაბვის ვარდნას იწვევს. ეხლა ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მეგობრებო და თავი არ მოგაბეზროთ, მე ამის კონტაქტს ახლა გავწმენთ, დავაჰაერებ, დავაყენოთ ეს ახალი დეტალი Z, ავაწყოთ, დავუყენოთ მანქანას გენერატორი და ვნახოთ, ეს პრობლემა გაგვიქრება თუ არ გაგვიქრება. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაქრება ეს პრობლემა და მოგვარდება. თუ არა, ეხლა ცოტა ეშმაკობა უნდა გავაკეთოთ. რის ქართველები ვართ თუ რაღაცას არ მიუმართავთ ისეთ, თავი არავინ არ დავაზიანოთ და ყველაფერი ნორმალურად იყოს. დავაყენებ ახლა ამას მე თავის ადგილზე, შევეცდები რომ სუფთად დავაყენო, არ დავსვარო და არ დავაზიანო, არსად არ გავკაწრო და იმ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ ასე არ მოხდება, მაგრამ თუ ამისი ბრალი არ იქნება და თუ ეს პრობლემა ისევ დაგვრჩება, მოხსნი ამას და შეგვიძლია ეს უკან დავაბრუნოთ გერმანიაში შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება, არ არის პრობლემა. ოღონდ თავარია არსად ნაკაწრი არ კონდეს, არსად არაფერი არ დავაზიანოთ, რომ ისეთივე ახალ მდგომარეობაში გავაგზავნოთ უკან, თუ არ დაგჭირდება იმ შემთხვევაში, როგორიც ახლა არის. მოკლედ, მოდით დავაყენებ ახლა მე ამას და ვნახოთ მოგვარდება თუ არა პრობლემა. ესეც ასე მეგობრებო, როგორც ხედავთ, გენერატორი თავის ადგილზე არის დაყენებული, რემენიც დავაყენეთ, ყველაფერი შევაერთეთ და ახლა შეგვიძლია დავქოქოთ, შევამოწმოთ. სანამ დავქოქავდეთ, უბრალოდ 1-2 რჩევა მინდა მოგცეთ, ვინც დამწყებები ხართ, ან არც თუ ისე ხშირად აკეთებთ მსგავს რაღაცეებს, სანამ მოხსნით ხოლმე რემენს, უბრალოდ ტელეფონით გადაუღეთ ფოტო, რომ შემდეგ არ იწვალოთ თუ როგორ დააყენებთ რემენს. ასევე კიდევ მეორე რჩევა ჩემგან რაც იქნება, ყოველთვის რაღაცნაირად მიმართულება დანიშნეთ რემნის, როგორც მე მაქვს ახლა მაგალითად ასე ცარცით უბრალოდ მოხაზული მიმართულება, რომ ასე ტრიალებს მაგალითად მარჯვნივ ამ შემთხვევაში რემენი. რადგანაც პირიქით რემნის დაყენება არ არის სასურველი. თუ სულ ახალ რემენს არ აყენებთ, რემენი მაგალითად კარგი არის, გინდათ ისევ გამოიყენოთ,
აუცილებლად გავუკეთეთ აი ასე პატარა ისარი, რაღაცნაირად მონიშნეთ, რომ უკუღმა არ დააყენოთ. რადგანაც ის სული მიმართულებით მუშაობს და არ არის სასურველი, რომ საპირისპირო მიმართულებით დააყენოთ, პირიქით მოატრიალოთ. ხო, რაც შეეხება აი ამ კიდე დეტალს ახლა რაც შევცვალეთ, ფასი ვისაც აინტერესებს 50 евро იყო მისი ღირებულება. მოკლედ ახლა და დავინაცვლოთ მანქანისკენ. დავჯდეთ მანქანაში. დავქოქოთ და ვნახოთ გამოსწორდა თუ არა ჩვენი პრობლემა. ალბათ აჯობებს რომ ჩავაქრო. მე გენერატორის გარეშე მქონდა, მაშინ დაკოქილი, უფრო სწორად გადავაძვრე რემენი ისე რაღაცის შემოწევა მინდოდა, ამიტომ ჩეკი აქვს ანთებული. მოდით ახლა შევუერთებ დიაგნოსტიკას და ჩავაქროთ ჩეკი. მანამდე ოდნავ შეთბეს რომ დააგდოს ბრუნი, რომ 800 იყოს, როგორც მაშინ აკეთებდა პრობლემას, რომ ზუსტად იგივე პრობლემის იმიტაცია გავაკეთებ. რომ არ გავიგუდო აქ, გავაღოთ გარაჟის კარი. ესეც ასე. ეხლა წავშალე ყველა შეცდომა, რაც დამახსოვრებული იყო, რადგანაც გენერატორის გარეშე დავქოქე, იქ რაღაცა მაინტერესებდა და შემდეგ მოხსნილი მქონდა აკუმულატორიდან კლემა. და როგორც ხედავდით, ჩეკს ენთო, ჩეკს გასაგებია გენერატორის გამოენთო, რომ დამახსოვრებული ქონდა მაშინდელიდან, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ნიშანსაც ენთო, აქ შეცდომა იყო დაფიქსირებული, რომ დაბალი ძაბვა ქონდა გადაცემათა კოლოფს. BMW როგორც მოგეხსენებათ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ელექტროობაში, წუწუნა ბავშვი არის, ყველაფერზე რო წუწუნებს ისე. ამიტომ ქონდა ეს ყველაფერი დამახსოვრებული და ენთო ჩეკსაც და გადაცემათა კოლოფის პრობლემასაც. ყველა სხვა მანქანაზე ასე არ არის, როდესაც შეერთებთ აკუმულატორს და დაუერთებთ უბრალოდ გენერატორს ყველაფერს, ახლა როგორც გავაკეთეთ, ჩაქვრებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში აქ ასე არა. კარგით, მოდით დავქოქოთ ახლა და შევხედოთ. ჩეკი ხო ჩაქრა, ანუ ამ შეცდომის გამო გადაცემათა კოლოფშიც არანაირ პრობლემას არ აჩვენებს. მოდით შუქი ჩავრთოთ, რომ შედარებით უფრო გამოჩნდეს. აი ასე. აი ახლა ვნახოთ, რასაც ვამბობდი. დავწიოთ შუშა, ჩავრთოთ სხვადასხვა ძაბვის მომხმარებელი, ასე რომ ვთქვათ, რაღაცეები, როგორიც არის გათბობა. აი ახლა დავწევ შუშას. აი როგორც ხედავთ, ვწევ შუშას და არაფერი არ ხდება. ყველაფერი იდეალურადაა, როგორაც უნდა იყოს ისე. წინაზე ძალიან აი ასე ჩამოაგდებდა ეგრეთ წოდებულ აბაროტს, რასაც ვეძახით, ბრუნს ასე ჩამოაგდებდა ისარს, მერე ისევ გასწორდებოდა, ძაგძაგებდა მანქანა. აი ახლა, როგორც ხედავთ, შუშას აი ასე ვათამაშებ, წევ, ავწიოთ უკანა შუშად. არაფერი არ ხდება ბრუნში. არაფერი არ იცვლება საერთოდ. ეს ძალიან კარგი რაღაცის მაჩვენებელია. ჩავრთოთ ახლა სიდენის აბაგრევი მეთქი მინდოდა მეთქვა. გათბობას ავარძლების. აქაც ყველაფერი ძალიან კარგად არის. აი ასე. ოდნავი ცვლილება, ეს სუ ოდნავი ცვლილება ყველა მანქანაში არის, რა მანქანაშიც არ უნდა ჩაჯდეთ. სუ ოდნავი ცვლილება, მაგრამ თქვენო ვერ გძნობთ ისეთი. ძალიან ოდნავი. აი ეს ასე გავთიშოთ, ჩავრთოთ მეორე გამათბობელი, სავარძლის, აქეთა გამათბობელი. ჩავწიოთ შუშა. ყველაფერი ნორმალურად არის. მოდით ახლა ჩავთოთ მაგალითად უკანა გამათბობელი შუშის. ყველაფერი ნორმალურად არის. შეგვიძლია სარკეები ჩამოვწიოთ. ასევე უცვლელი რჩება ბრუნი. რაც ძალიან მახარებს. ანუ სწორ პრობლემას მივაგენით.
მოკლედ ძალიან კარგი მეგობრებო. მოგვარდა პრობლემა და უბრალოდ თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა გაქვთ, რომ არ იწვალოთ, შეგიძლიათ აი ასე მიყვეთ აკუმულატორიდან როგორც გითხარით, მიხვიდეთ გენერატორამდე და შემდეგ გენერატორი შეამოწმოთ და აი ამ დეტალამდე რა დეტალის დღეს შევცვალეთ. ასევე თუ არა გაქვთ ეს პრობლემა, არ გისურვებთ რა თქმა უნდა, რომ ვინმეს რაიმე ტიპის პრობლემა გქონდეთ ავტომობილზე, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში თუ შეგექმნებათ, თქვენ მეგობარს შეექმნებათ, თქვენ სახლობელს შეექმნება ვიღაცას, იმედია გამოგადგებათ ეს ვიდეო. მე კი ყოველთვის ვცდილობ, რომ თქვენს მიერ ჩართული ვიდეო რაღაც ფუჭა დაკარგული დრო არ იყოს და რაღაც ცოდნა შეიძინოთ, როდესაც ვიდეოს გათიშავთ, მას შემდეგ რომ რაღაც დაგრჩეთ თქვენს გონებაში, აზროვნებაში, რომ აი რაღაც ახალი რაღაცა გაიგეთ და ახალი რაღაც ისწავლეთ და არა რაღაცა სისულელეში დახარჯული დრო იყოს ეს. მე ამას ყოველთვის ვცდილობ, ყოველთვის აბსოლუტურად, რომ ჩემი არც ერთი ვიდეო არ იყოს ისე ფუჭად დაკარგული დრო ვიღაცისთვის. რადგანაც დრო ძალიან ძვირად ფასობს დღესდღეობით მთელს მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია. არავის არ უნდა რაღაც სისულელეში დახარჯოს დრო. ამიტომ თუ გაინტერესებთ ავტომობილები, თუ გაინტერესებთ ტექნიკა, ადევნეთ თვალყური, თუ რა ხდება მოვლენებს, მეც შევეცდები, რამდენადაც შემიძლია და გეხმაროთ ამაში. მოკლედ, გისურვებთ ყველას წარმატებებს, ყველაფერს საუკეთესოს, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.